რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმება. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტის სპეციალური გამოშვება. პირველ რიგში ნება იმბოძეთ რომ მიულოცო იმ ადამიანებს, ვინც ახლა ტოვებს ციხეს. მიულოცო მათ ახლობლებს, მათი ოჯახის წევრებს, მათ გულშემატკივრას, ნაცნობს, უცნობს. ძალიან კარგია ადამიანები ციხიდან როცა გამოდიან. მაგრამ ამ თითქოს ძალიან ჰუმანური, თითქოს ძალიან ადამიანური, თითქოს ძალიან ქრისტიანული გადაწყვეტილების უკან იმალება აბსოლუტურად არაადამიანური, აბსოლუტურად არაქრისტიანული გადაწყვეტილება. და ჩანაფიქრი, რომელიც ხოცებს აქვთ. ჩვენ ყველანი უნდათ რომ მიგვაჩვიონ აზრს, ფიქრს, თითქოს ეს გადაწყვეტილება მიიღო მიხეილ ყმ და თითქოს მიხეილ ყს აქვს უფლებამოსილება ვიღაც გამოუშვას ციხიდან. აქვს უფლებამოსილება ვიღაც შეიწყალოს. ეს კეთება ერთადერთი მიზეზით იმისთვის, რომ შემდეგ ქრისტიანულ დღესასწაულზე, ან არაქრისტიანულ დღესასწაულის მოახლოებისას ჩვენ ყველამ დავიწყოთ ფიქრი, იქნებ ახლა შეიწყალოს მიხეილ ყმ პოლიტპატიმრები. ახლა გამოუშვას ეს, ახლა გამოუშვას ის, ახლა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ახლა მოიღოს მოწყალება. ხოცებს ძალიან უნდათ რომ ეს დისკუსია ჩვენ საზოგადოებაში, გაბრაზებულ საზოგადოებაში შედგეს, რომ ჩვენ ყველამ დავიჯეროთ, ჩვენ ყველამ ჩავთვალოთ, რომ სხვა გზა მიხეილ ყს იქით, ანუ მისი ლეგიტიმაციის აღიარების იქით უბრალოდ არ გვაქვს. სინამდვილეში ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ მიხეილ ყს ისევე ეკითხებიან ვინმეს გამოშვებას ან არ გამოშვებას ციხიდან, როგორც თოვლის მოსვლას თბილისში, ბეთანიაში ან ანტარქტიდაზე. ანუ არ ეკითხებიან საერთოდ. მიხეილ ყს აქვს ზუსტად იმდენი უფლებამოსილება, რამდენსაც მას მიანიჭებს ბორია რუსი და არც 1 გრამით მეტი. ეტყვიან ამ ქაღალდს მოაწერე ხელი, მოაწერს მიხეილ ყ. ეტყვიან არ მოაწერო, არ მოაწერს. ეს არის და ეს. მისი უფლებამოსილება იწყება და მთავრდება აქ. მაგრამ პროპაგანდას ასე ჭირდება, პროპაგანდას უნდა დაგვაჯეროს, რომ მასზეა ყველაფერი დამოკიდებული და პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ამ დისკუსიაში დე-ფაქტო ხელისუფლება შევყვეთ. ბევრია თუ არა 159 ადამიანი. თითქოს ბევრია, თითქოს ჟღერს 159 ადამიანის ციხიდან გამოსვლა, თითქოს ბევრია. მაგრამ ეს 159, 259 იქნებოდა, 359 იქნებოდა და 3359 იქნებოდა ის ადამიანები, ვინც რეალურად არის გაბრაზებული ამ დე-ფაქტო ხელისუფლებაზე, ღიად რომ გამოთქვამდნენ თავიანთ ციბრაზეს. ქუჩაში რომ გამოთქვამდნენ თავიანთ ციბრაზეს. მედიაში რომ გამოთქვამდნენ თავიანთ ციბრაზეს. ქუჩაში თვეში ერთხელ გამოდიოდნენ, კვირაში ერთხელ გამოდიოდნენ და მთელი მათი დუღილი და გაბრაზება არ იყო შემოფარგლული მათი საძმაკაცოთი, მათი სადაქალოთი, პანაშვიდებზე შეხვედრილი ადამიანებით, კელეხებში შეხვედრილი ადამიანებით, დაბადების დღეებით, მეზობლებით, რომელსაც ლიფტთან ან კიბეზე ხვდებიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ადამიანები ღიად და უფრო უშიშრად რომ გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს და თავიანთ გაბრაზებას. მაშინ დამიჯერეთ, რომ ვიღაცის გამოშვება თუ არ გამოშვება ციხიდან, სულ სხვა ადამიანებზე იქნებოდა დამოკიდებული. სულ სხვა ადამიანებზე იქნებოდა დამოკიდებული, გამოვიდოდნენ თუ არა ციხიდან, მაგალითად იგივე მიხეილ ყ, ან თეა წ, ან ირაკლი კ, ან ბორია ი და სხვანი და სხვანი და სხვანი. ხოცებს უბრალოდ შევახსენებ, რომ არასრული 3 კვირის წინ სხვა ქვეყანაში, სხვა ნახევარსფეროში, სხვა დე-ფაქტო პრეზიდენტმა მიიღო ასევე ამნისტიის გადაწყვეტილება და 1 იანვარს ნიკოლას მადურომ, თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობმა, ხელი მოაწერა ამნისტიას 200 პოლიტპატიმრის ციხიდან გამოშვების შესახებ. დიახ, ნიკოლას მადურომ 1 იანვარს ციხიდან გამოუშვა 200 პოლიტპატიმარი. 5 იმდენი დარჩა, მაგრამ 200 კაცი გამოვიდა. 3 იანვარს, ანუ 2 დღეში რა დაემართა ნიკოლას მადუროს, ასევე ძალიან კარგად იცით. თავზე დააჯდა შავი ქორი, მოკიდეს ხელი ნიფხვიან სპორტულებიანად, ფლოსტებიანად და წაიღეს ჯერ ავიამზიდზე და მე იქიდან წაიღეს შეერთებულ შტატებში და ჩასვეს ციხეში. მე არ მგონია ახლა რომ მიხეილ ყს გამო ვინმე შავი ქორი მოაცდინოს, მით უმეტეს ავიამზიდი მოაცდინოს, ან თუნდაც ბორია რუსის გამო. მაგრამ ხოცებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ და აუცილებლად უნდა ახსოვდეთ ყოველთვის, რომ ნებისმიერი პიროვნება, ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს სადმე, რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე ეპოქაში მიიტაცოს ძალაუფლება, აუცილებლად გაცილებით უარესად ამთავრებს თავიანთ კარიერას და თავიანთ სიცოცხლეს, ვიდრე ეს მას ჰქონდა გადაწყვეტილი. და არასოდეს ამ ადამიანებს, ამ ჯგუფებს არ მოსწონთ თავიანთი კარიერის, თავიანთი ცხოვრების დასასრული, თავიანთი მოღვაწეობის დასასრული. ჩვენ წინასწარ გამოგვიცხადეს, რომ ნათლისღება 19 იანვრისთვის მიხეილ ყ მიიღებდა ამნისტიის გადაწყვეტილებას და ხელს მოაწერდა შეწყალების ბრძანებულებას. და ჩვენი ნაწილი აყვა ამ დისკუსიაში. ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას დაიწყო ფიქრი, აი ამ კონკრეტულ ადამიანებს გამოუშვებდნენ თუ არ გამოუშვებდნენ.
ეს პოლიტიკოსი შევიდოდა ამ სიაში თუ არ შევიდოდა, ეს პოლიტპატიმარი გათავისუფლდებოდა თუ არ გათავისუფლდებოდა. ეს უნდა გაკეთებულიყო, როგორც პირდებოდნენ 19 იანვრისთვის, ანუ ნათლისღებას კონკრეტული ადამიანები უნდა შეხვედროდნენ უკვე თავიანთ საახლობლოში, თავიანთ ოჯახებთან ერთად. კოცობის გამო ადამიანები ნათლისღებას ოჯახში ვერ შეხვდნენ. ეს ადამიანები კოცობის გამო ვერც 20 იანვარს ვერ შეხვდნენ სახში საკუთარ ოჯახებთან ერთად. უკეთეს შემთხვევაში ეს გამოშვებული ამნისტირებული ადამიანები ოჯახებთან ერთად შეხვდებიან 21 იანვარს. 21 იანვარი კი კაცობრიობის ისტორიაში ერთი თარიღით არის, ერთი ამბით არის მხოლოდ ღირსშესანიშნავი. ეს არის ვლადიმერ ლენინის სიკვდილის დღე. ახლა კოცებო და არა კოცებო, თქვენი ფიქრეთ, არის თუ არა ბორია რუსის კალენდარში წითლთან შავით შემოხაზული ვლადიმერ ულიანოვ ლენინის სიკვდილის დღე? სავარაუდოდ არის. ეს იყო ვაშე გადაცემის სპეციალური გამოშვება თენგიზ გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლური ვაშინგტონში.